როცა კომპლიმენტს გეუბნებიან, ან პირიქით, როცა გაკრიტიკებენ, უნდა დაეთანხმო ნაწილობრივ. ხო. კომპლიმენტიც ნაწილობრივ არის მართალი და კრიტიკაც ნაწილობრივ არის მართალი. ხო, ჩვენ გვაქვს ძალიან ეს მოთხოვნილება, რომ ეს იდეალურობა თუ რაღაცა ყველაფერი კარგად უნდა იყოს და არა, ადამიანები ვართ, ყველას რაღაცები გვეშლება, შეიძლება რაღაცა აზრი გამიელვოს და ეს არა რომ აი ეს რატო დამემართა და მე ეს არ უნდა მივიღო, რომ ხო, აი ნახე, ეხლა ეს ჩემ თავში მოხდა. როგორც კი ამას ვიღებ, უკვე გამოვდივარ, აი გვერდიდან მდგები და აი ამ ჩემ ეგოს მექანიზმს ვხედავ. ეგოს მექანიზმის უკან რაც დგას, ის ვარ მე. მაგრამ როგორც კი ასოცირება გავაკეთე ამ ჩემ აზრებთან, ფიქრებთან, რაღაცა ემოციებთან, იქ ვიღაცის რაღაცა არ მომეწონა, იქ ვიღაცა გავაკრიტიკე, ვიღაცაზე რაღაცა ვთქვი, ჩემი თავი დავკარგე ამ დროს. ამიტომ ეგ ყველა სიტუაციაში შეიძლება რომ დაემართოს, რაც არ უნდა უმაღლეს საფეხურზე იყოს სულიერი განვითარება.